ერთ ინტერვიუში ასეთ რაღაცას ამბობ, რომ არასწორად მიმაჩნია, რომ ხაზს უსვამენ, როდესაც მამა ჩართულია შვილის აღზრდაში, იმიტომ რომ ეს მისი ისეთივე მოვალეობაა, როგორც დედის. რა თქმა უნდა. ჩვენ საზოგადოებაში დღემდე მაინც დედის ვალია ითვლება საზოგადოება ეგრეთ თulis, რომ შვილი უნდა აღზარდოს დედამ და მამამ პირობითად თქვა საჭმელი გაუკეთა, გაასეინა, პამპერსი გამოუცვა ან რაღაცა ამბობენ რომ აი მაგრად ეხმარება დედას. ხო და რა უცნაურია ძალიან. ხო. ჯერ მე თვითონ მქონდა სურვილი, ხა ჩემი შვილია. მე თვითონ მაქვს სურვილი, რომ ყველაფერი გავუკეთო რა. ყველაფერი ვიცოდე როგორ კეთდება რა კეთება. ანუ მე თვითონ მაქვს სურვილი, რომ წავიყვანო და შემეძლოს ხა როცა უკვე ზუზუს არ ჭამს. შემეძლოს სიტყვაზე 2 დღე სადაც მოუხიო ამასე. ანუ შენ თვითონ გინდა რა და რანაირად შეიძლება ეს რაღაცა ზედმეტი იმათ ჩაგეთვალოს, ან მე ჩაგეთვალოს. მართლა თანაბარია რა ეგ ხო შობელი ხარ ჩვეულებრივი რა მიშო მაგრამ ხარ მუსლით არ ატარებ და შენ არ აჭმევ ამიტომ რატო გაქვს ნაკლები ვალდებულება და ნაკლებად უნდა ჩაითვალოს რომ შენ რაღაცას იმაშები მე ვერ ხვდები ვერანაირად აი რატო რის ხარჯზე რა რა გონი ადრე ვთქვი ერთ-ერთ გადაცემაში ადრე დავწერე ეგეთი ბლოგი რატომ არასოდეს ვეხმარები ცოლს ნახევარმამ ლანძღასა თაურის გამო იმიტომ რომ ჩვენ თან სათაურებს კითხულობენ ძირითადად ნახევარმამ ლანძღას შინაარს გავდა შინაარში მეწერა ზუსტად ეგ რომ ეს ჩემი საქმეა ისევე როგორც ჩემი მეგობრის დახმარება არის როდესაც ქუჩაში მიდივარ ვიღაცა პირობითად რაღაც ხერხავს ღებავს და მივარ და გეხმარები და როცა ჩემ საქმეს ვაკეთებ ეს დახმარება არ არის კი ბატონო გამასწორეს მიწას შენ რა ქართველი ხარ ხო და რატო არ არის ეგ არ ქართული რომ კაცმა არაფერი უნდა აკეთოს და ქალმა უნდა აკეთოს თუ განაწილებულია ოჯახში საქმე ეგ სხვა ამბავია შეშიშ შეხა უფრო კაცური საქმე იმიტომ რომ ძალას მოითხოვს და ჭურჭელს ხო უფრო ქალის იმიტომ რომ ძალას არ მოითხოვს ეს განაწილება სხვა ამბავია მაგრამ ის რომ ჩემი საქმე არ არის ხა რამდენჯერაც არ უნდა იყოს ხა როცა ვერ რეცხავს ადამიანი ჭურჭელს ან ფიზიკურად ვერ ან უბრალოდ არცალია მიხვალ და გარეცხავს რა პრობლემაა რატო ითვლება რომ სხვის საქმეს აკეთებ ვერ ხვდები მართლა შენ სახში რომ შენ ჭურჭელს და რუავა ნიჟარაში ამ სიმაღლეზე უკვე არა მაგის კომპლექსი მე მგონი თვითონ აქ იმ ადამიანის პრობლემა როცა ეგ კომპლექსია მე მგონი რა იმიტომ რომ არანაირად რა როცა საჭიროა კაცმა უნდა იცოდე რა ეგ ელემენტარული შენ სადაც ცხოვრობ ჰიგიენის დაცვა ხომ იცოდე და რატო არის სხვის საქმე რომ თებში სულ ევროპაში ცხოვრება გასწავლათ ეს ყველაფერი ევროპაში ცხოვრება ბევრი რაღაცა მასწავლა კი მაგრამ ეგეთ მხრივ რო გითხრათ დიდად არა ანუ ისედაც ეგრე ვფიქრობდი სულ იმიტომ რომ თუმცა ევროპა ხო გეუბნებით ძალიან ბევრი რაღაცა რა თქმა უნდა მასწავლა კარგი და ისიც მანახა რომ რა არის ჩვენთან კარგი ჩვენი კარგიც ძალიან კარგად დავინახე როგორც ცუდი ასევე ანუ ბევრი რამისთვის კარგია საერთოდ გასვლა ქვეყნიდან და რაღაც ნახვა რომ ხვდები რომ მარტო ეს 3 მილიონი არა ვარ და რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ არა ვართ ხვდები რომ საერთოდ ძალიან დიდია მსოფლიო და ნახევარმა მსოფლიო ალბათ არც ისის რო ვარსებობთ და ისე როგორც ჩვენ არ ვიცით ვიღაცა სხვა ნახევარი და ანუ გავიდეთ ნახოთ და აუცილებლად უფრო დავაფასებთ ჩვენსას იმიტომ რომ ძალიან ბევრი პლუსი გვაქვს ჩვენ ერთს მაგრამ ჩვენ მინუსსაც ძალიან კარგად დავინახავთ და რავი ჯანმრთელ შემთხვევაში ვეცდებით გამოსწორებას ხო თუ გადავდიოდი ქუჩაში თუ აღარ გადავალ ბავშვო დავინახავ ნამდვილად აღარ გადავდივარ რა იმიტომ რომ თუმცა შეიძლება ის მშობელთან ერთად გადმოვიდეს წითელზე მაგრამ მე მაინც გავარ და ველოდები სანამ არ აინთება რომ გადმოვიდნენ მაინც თან ეხა მსახიობიდან გამომდინარე რომ მიცნობს ხალხი კიდე უფრო მგონია რომ მაგალითს მიიღეს ბავშვი ცოტა არასწორს ჩემგან იმიტომ რომ შეიძლება ჩემი არასწორი საქციელის ჩათვალოს რომ ეს მოსულა რადგან ტელევიზორში და საკულები ძია და ხო ეს აკეთებს და ამიტომ ხო ეს რაღაცები შეზღუდვები არის აქედან გამომდინარე ისეთი რომ პრინციპში შენ ქშველის ეს შეზღუდვა რა პირველ რიგში შენ თვითონ უფრო წესიერს ხდის რა გუშინში რომ მოვედით არ გამოვიდა ჩაწერა დედაჩემის დაბადების დღე იყო ჩემ შვილთან ერთად წავედი საჩუქარზე პატარები ხო ყოველთვის ხალხთაბანები არიან ხოლმე და ბატლობა შორს იყო ზებრა 1 საათი მეჯუჯღუნა ხო ის რომ გიოს რა ტუტუცი რა მინდა იმ შორს აქედან გადავიდეთო და თან ძალიან ცოტა მანქანა დადიოდა მაინც მივიყვანე იმ ზებრაზე უკანა წამოსვლაზე კიდე იჯუჯღუნა რომ რატომ ატარებამდესო მაგრამ ჯობია რომ ცოტა მაგალითი იყოს ეს ფიქრო კი აი უთქვენოთ მაინც ისე გადავა ხო მაგრამ ეს ექნება თქვენგან ყოველთვის და მე თავისუფლს უეჭველი იგივეს გავუკეთებს რა იმიტომ რომ რაღაც მომენტში წესიერება ეცოდინება სად არის კი მაინც შეიძლება ეხა არ ღვევს მაგრამ იცის რომ ის არის წესიერი
და თქვენ რო ეს არ ანახოთ, ეგონება რომ წესიერი ეს არის. რა თქმა უნდა. აი ხო ხტო ეგ არის მარტო და მე იმ წესიერებას არ არასდროს უკვე რაღაც მომენტში გამოიყენებს, რაღაც მომენტში ყოველთვის თავის შულს მაინც გადასცემს. მაშინ მაინც გახდება თვითონ წესიერი. მადლობა მაგ სიტუაციისთვის. არ არსებობს ეგრეა, რავი, არ იკარგება ხო, გზა უღონი შენგან მთელი მერანო, ჩემო მაინც დარჩება.